დღეს ჩემი ბოლოზარი გამახსენდა. ბოლოზარი, რომლის ღონისძიებაზეც შემმა დამრიგებელმა მე არ შემიშვა. 2002 წელი. ბოლოზარის წინსაფარი მე და დედამ შევკერეთ. ჩემი 2 თვის ბავშვიც დედამ დაიტოვა და მე ბოლოზარზე წავედი. მახსოვს, თან მიხარო და თან ძალიან განვიცდიდი. არ ვიცოდი როგორ შემხვდებოდნენ ჩემი კლასელები. დიდი ხანი არ მენახა და თან მე უკვე გათხოვილი ქალი ვიყავი. 17 წლის გათხოვილი ქალი 2 თვის ბავშვით. ჩემი კლასელები ძალიან თბილად შემხვდნენ. რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ არაფერი შეცვლილა, რომ ისევ ისეთი ვიყავი. შემდეგ იყო ჩემთვის ყველაზე დრამატული მომენტი. სკოლის ბოლოზარის ღონისძიება იწყებოდა. ყველანი კლასში შევიდნენ. მე არ მონაწილეობდი ამ ღონისძიებაში, არ მქონდა არანაირი ტექსტი. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მეც ჩემს კლასელებთან ერთად მათ გვერდით დავჯდებოდი. და უცებ ჩემო დამრიგებელმა მითხრა, რომ ჩემი ადგილი არ იყო. მეთხოვე, რომ უბრალოდ დავესწრებოდი, უბრალოდ ვუყურებდი ჩემს კლასელებს, მაგრამ კიდევ გამიმეორა, რომ ადგილი არ იყო. ჩემი ადგილი არ იყო. და კარები მომიხურა. მე წამოვედი სახლში. მიდიოდი სახლში და ფეხები მეკვეთებოდა. ყურებში მესმოდა ხმა, შენი ადგილი არ არის. და თითქოს ჩემი ადგილი არსად არ იყო. ცნაური განცდა მქონდა. თითქოს არც იქ არ იყო ჩემი ადგილი, სადაც მივდიოდი. სახლში მისვლაც არ მინდოდა. არ მინდოდა ის ცხოვრება, რომელიც მქონდა. და თან დანაშაულის განცდა მაწუხებდა, რომ სახლში ჩემ შვილთან მისვლა არ მიმიხაროდა. მხოლოდ მეტირებოდა. და ხვდებოდი, რომ ჩემი ადგილი არსად არ იყო. ალბათ ჩემი დამრიგებელი ვერასოდეს მიხვდება, როგორ მატკინა გული. ბანკეტზე აღარ წავსულვარ. არც კაბა მქონდა და აღარც სურვილი.